ეთერს ვხსნით ექსკლუზივით. ვინ ვის ელაპარაკა, რაზე ელაპარაკა, ვინსაც წავიდა, ვის შეხვდა, რატომ. თქვენ წინაშე ახლა წარმოდექი. ნამდვილი მზეთ უნახავი. ყველას ვეუბნები რომ ტევე პირველს ვინც კი არ უყურებს. ატევე პირველი ამას სიმართლეს რა. ეიდან იწყება შეუვალი ბრძოლა და მე ვიწყებ ამას. ეხლავე აქვე ვიწყებ დაანონსებას. ახალი თეატრი გადის რეგიონებში. დავედით მამაცო. Chito uars nu metwi. აჯანყდი რევოლუცია. საქმე უნდა აჯანყდეს. რევოლუციაზე მოვაყარებთ. ყველა პასუხს აღებთ, იცოდეთ. აი ბავშვები ვის დღეს ციხეშიზია ესენი არიან ჰამლეტი ჩვენს ლეგიტიმაციაზე თქვენ ვერ იზრუნებთ მით უმეტეს გაქცეულ მდგომარეობაში ქვეყნიდან ფსიქოთერაპიის სეანსზე მგონია თქვენ ფსიქოთერაპიას აღარ ექვემდებარებით შეიძლება დიდხანს გაგიგრძელდეთ გერმანიაში ყოფნა დიანა რამე მეტყობა მე დღეს ყველა უგზო უკლო დაკარგული ვიკრიბებით ზომბი მარიცის გარჩევა შენც დაკმენს მეც დამკმენს და იმაცა გახარიასაც მოაჭამს იმ თავის ცხვირს თქვი და დავამთავრებ ამ თემაზე მე მგონი გასაგებად თქვი ჩვენ ეს არჩევნები მოვიგეთ წვენი რო არ გამოვა ისეთი ამბავია ტყუილი კიდევ მეორე რა ვერ ნახავთ ვერც ერთ დოკუმენტს სადაც მამუკა ხაზერაძემ ესე თქვა ვიღაცის ბინაწერა რა შეშულელია ისე თქვენი დედა ჩვენ ვართ ბეთვაცოსი ხალებში მიყურებს მოძალადე ამ აქციების ორგანიზატორი არის უფალი მე შემიჩერეს რომ ვერ მოუნათლავ და სახს ვერ ვაკურთხებ მაგრამ ეს ისედაც მეზარებოდა 30 წელი იქნება ლოცვა არ მაგ წაკითხული საერთოდ საერთოდ არ წამეკითხებოდ უფალო შემიწყალესაც არ ვაყ მართმადიდებელო ბარაბას მიმდევრებო თქვენ ამერიკას თხოვთ დიდი თხოვნით ძლიერი სახელმწიფო ხართ და მოგვეშველენით აქ ყალიბდება საზოგადოება ჰორიზონტალური ურთიერთობები რაც ძალიან მნიშვნელოვანია რაღაცა იმილი მოდელივით ყალიბდება გავწეხი როდესაც პეტრე კოხი ხავს ეკლესიაში და მას არ გამოიყენება ეს არის ტრაგედია უკმიროთ ჩვენ კიდევ მზადვარ მიბრძოლოთ და აუცილებლად გავიმარჯვებთ ცეცხლი ოლიგარქიას ქართული ოცნება ვეღარ იქნება მომავალში ქართული პოლიტიკის დღის წესრიგში და ვინც იქნება დღის წესრიგში ქართულ პოლიტიკაში ეს ვიქნებით ჩვენ ისევ აი ყველაფრის დამწყების აი ამ ძღნერის ფოტო დამხდარ მე ვეთიშები ამ პროტესტს კი ბატონო ისმენთ ცეცხლი ოლიგარქია ჩვენ ვართ უფრო ნაკლები ვიდრე გუშინ ვიყავით ამიტომ ყველას ვინც ახლა უყურებთ პირდაპირ ეთერს გთხოვთ რომ მოხვიდეთ რუსთაველზე სამი შვილის მამა უშვენიერესი მეუღლე ყავს და მე მინდა წარმოგიდგინოთ ბათუმის მომავალი მერი ბატონი გოჩა გუგუნავა ევროპის მომავლის მცველები ჩვენ 200 არა 300 თუ არ ჩვენ ვწდები 1996-ში რუსთაველის პროტესტი რო ჩაქრეს ჩათვალეთ რომ ხვალ ყველა იქნებით დიქტატურის ქვეშ ჩვენი ცუგებიც მანდარიან რუსთაველი ხომ არ გადაიყედა შემთხვევით ასისულელოა ანუ ვის ეშინია ამათი აი მართლა არ მეშინია ერთადერთი უბრალოდ შეიძლება აღარ გადავკვეთო გზა იმიტომ რომ უკვე სისხლზე გამიშვებენ და აი გზის გადაკეთვისთვის სისხლზე ნამდვილად არ წავალთ რაც უფრო ადრე დაგვიჭერენ ჩვენთვის უკეთეს იმიტომ რომ კარგ ადგილებზე ვიქნები და მით უმეტეს რომ რავი
არავინ არ ელოდა ანუ როგორ არ ელოდა წასვლის დროა, გამარჯვების დროა, ბოლომდე! და დავინახე რომ ჭუბი იყო, ცოტა გამოვედი. და კი, ჩვენ ნამდვილად ომი გვინდა? გვინდა უკვე ომი. ხალხო, დროზე უნდა გავაკდოთ ქართული ოცნება. გამოდით ყველა. გინდა სხვადასხვა სახი გაჩვენო? გინდა ჩემი კურდღელი გაჩვენო? უნიათო, აი ამ გაზით, აი ამ ყვავილით, აი ამ ციცაკით შეგვაშინებენ, არა ხალხო. რა მაგრა გარბის ეშობელ ზაღლიო თან შემაგინა. სპეციალიზმებმა. ჩვენი ამ პატარა ჟესტით, აი მინი სპექტაკლით ვეუბნებით ხელისუფლებას, რომ საქართველოს ვერ დააპატიმრებ. ელენა, მიხედე ელენა, რუბლებს მიხედე ელენა! რუბლებს მიხედე ელენა! მე იმ წუთას მქონდა დიდი პრობლემა და ვიყავი გიჟი. კი ვერ არის კარგად ეს, ვერ არის კარგად. 10 იმიტომ გავარჯო 21 ოქტომბერს აგვარჩევს სუვერენული არჩევნები. იქ შესახლების დროს მოხდა ჩემი გაშიშვლება, დუქნები მაკეთებინეს. აბა ისიც მენის ვალდებულება დაგჭათ, ფისი-ფისისო. ნახე და ძალიან მომწონს. შავ-თეთრი მოხაზულობის კატარის. და ესე უნდა დაველოდოთ და ველოდოთ, როდემდე? ველოდოთ 13-ს, ველოდოთ 4 ოქტომბერს და რა იქნება? ალბათ ახალი წელს უნდა დაველოდოთ, მე რაღაცა იქნება იყოს. შენ გრძელვადაში ხედავ ამ პროტესტის გამარჯვებას თუ მოკლევად? არ ვიცი რა არის მოკლე და არ ვიცი რა არის გრძელი. აი, ამ სიწვრილის ანუ ესე იგი სუნი აგდისო და მაინც დაიბანეო და ნორმალურად ჩაიცვიო, რას გიგავს თმაო და რას სუნი აგდისო. აი ეგეთი წყები იყო პოლიციის მხრიდან. ეს რის იცრემლები იყო ესე დავსვამდი კითხვას. გსურს რომ ჩემზე გიორგისთან გავაგრძელო საუბარი თუ რაღაც თავს ისე გწნობთ. კი ბატონო. და გეტირებათ, გაფრთხილებთ. მე ვარ ირმა გორდელაძე, ეკოაქტივისტი, ტვინის ნაცვლად თავში ვისაც გიდგათ ანტიფრიზი. თვითონ შინაგნად ვერ არის წყობში. შემდეგ მოხდა ჩემი გაშიშვლება. ყველა გარეთ უნდა იყოს დაუყოვნებლივ. აი ეს არის ჩვენი პოზიცია. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თავს რეჟიმს ტყეებს ძის უსული რეჟიმი. ეს არის მოვიგი ტალღა, რაღაც სხვადასხვა ქმედებები არის, სხვადასხვა მეთოდები არის. დიახ. არ შემოგება. უკაცრავად ჩვენ ევროპული მომავლის ცვლილების აქციას ვაშუქებთ. ცოტა დაგვრჩა და სულ ბოლომდე მოგვიჭერენ და ცოტა გააკეთე, ცოტა მე რეყლევდე. მოახდინე სავარაუდო. აღისი აღინია ამისი. აღს ჯარიმის მეშინია. რატო უნდა მეშინო? ვისი ჯარიმის უნდა მეშინოს? ამ პოლიციის? ხოდა შევავიწროვოთ, ჩვენ ვიყოთ ბევრი, შევიკრიბოთ, შევავიწროვოთ და მართლთან. ჩევიდე წლიანი სტაჟის მქონე ანესთეზიოლოგ რეანიმატოლოგს შეაგინა ხალხო. და ვინც იხართ მან ტელევიზორებთან მეორე მხარეს შეგეცით ყველას. მკვდარ ბაბუა ჩემზე რატო აგინებინეთ? აი ვინმე მითხარით. მე არაფრის მოლოდინი არ მაქვს. ერთადერთი რაც ვიცი, რუსთაველი უნდა გადაიკეტოს. ემილია ეს ყველაფერი გადავჭამო, მაგრამ თავისუფლების გარეშე გადაჭმა არ გვინდა რა და გვიყურებენ როგორც ნახირს. ჩვენ ადამიანები ვართ. სახლადაც არ გვაგდებენ, დაგცინიან, გულანძღავენ, გვაგინებენ, ψემენ. ჩვენ ადამიანებად ინგა არ გვთვლიან ეგენ. გავაანალიზე რომ ამ ქვეყანაში არავინ არ ვარ. და იმდენად მართლა რაღაც შინაგანად მაქვს გასიგრძე განებული ეს ჩვენი ბიძა, რომელსაც დედამისთან ეძინა. ჩვენ უნდა ვაშენოთ ხიდები. ევროპა არის ხიდები. ბუნება არის deep state, ხო? ბოლო ახლა თუ გზაზე დგომასაც აგვიგზავნებენ, ტროტუარზე დგომასაც აგვიგზავნებენ, რავი, ბევრი ხე არის რუსთაველზე და იქიდან შეიძლება გაპროტესტებენ. ჩემს აღარ ვითხოვთ, ქართულს უნდა წავიდეს უბრალოდ, იმიტომ რომ პოდკასტების გაკეთება რატო უნდა გვიწევდეს რაღაც დისკუსიების გამართვა იმისთვის რომ ადგეთ და გარეთ გამახვიდეთ.